ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრს ლაშა ცანავას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რამდენიმე დღის წინ თაღლითობის ბრალდებით დააკავა. სუსის განცხადებით ლაშა ცანავა საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების უზრუნველყოფის სანაცვლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქის ფულს მოტყუებით დაეუფლა. დღეს ცანავამ პროცესზე სიტყვის უფლებით ისარგებლა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრის განცხადებით მას დაკავების შემდეგ სუსში განუცხადეს, რომ გაათავისუფლებდნენ თუკიმის თანაგუნდელს ლევან ხაბეიშვილს ფარულად ჩაიწერდა. მას საკუთარ სასამართლო პროცესზე თქვა ისიც, რომ ეს პირები მას თანამშრომლობის სანაცვლოდ დიდ თანხასაც სთავაზობდნენ. გასაგებია, რატომაც დამაკავეს. მოდულის შენობაში ორი დიდი თანამდებობის პირი მოვიდა და მესაუბრა. შემომთავაზეს თავისუფლება, დიდი ოდენობით თანხა და ამისთვის ჩემი უახლოესი მეგობრის ლევან ხაბეიშვილის ყველა ნაბიჯის ჩაწერა. სად მიდის, ვის ელაპარაკებაო? მე ლევანის უახლოესი გარემოცვა ვარ. სუსის სულ უფროსი. ლევანს ბევრჯერ უხსენებია. ოხანაშვილზეა საუბარი. ლევანზე გამწარებული, უნდოდათ ჩემი ხელით ჩამეწერა. მესმინა მე თანამშრომლა. ასეთ რაღაცას ცხოვრებაში არ გავაკეთებ. ჩემთვის კაცობა და ერთგულებაა პირველი. ლაშა ცანავასთვის შეფარდებულ პატიმრობას და პროცესზე მის განცხადებას სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი. ხაბეიშვილის შეფასებით ლაშა ცანავას მიმართ წაყენებული ბრალდება აბსურდულია და ისინი სიმართლისთვის ბოლომდე იბრძოლებენ. მისივე თქმით, სანამ ცანავას დააკავებდნენ, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებულ Facebook გვერდზე დაწერეს, რომ ლევან ხაბეიშვილისთვის ციხის კარი გაიხსნა. მისივე განცხადებით, ზუსტად იმ საღამოს მოიტაცა სუსმა ლაშა ცანავა. დღეს ლაშა ცანავამ ვაშკაცმა კაცმა, რომელიც ვერ შეაშინეს, ვერ დააშინეს, ვერც ბევრი ფული რო დაუდეს და უთხრეს, რომ იცით რა, აი ხა აქ რაღაცა კადრები გვაქვს ჩვენ შეკერილი და აირჩი ან 9 წელი. ან ხაბეიშვილს უთვალთვალე, ჩაწერე, გვითხარი სად გადაადგილდება. კამერა დაიბნიე და ზდიე შენს მეგობარს იმისთვის, რომ მე ჩვენ ფოხანაშვილმა, ჯეკამ, დინარაძემ და კობახიძემ ხაბეიშვილი დავიჭიროთ. მოვყვეთ როგორი ბრუტალურია და როგორ აპირებს რაღაცა რევოლუციის მოწყობას და სხვათა შორის მე მაგავე ხმაში ამღერებს გარკვეულ ოპოზიციონერებს. ძალიან შეგეშალათ. ცხადია მის ბრძოლას გავაგრძელებთ ჩვენ და ცხადია არავის არ ეშინია. და მინდა მიმართო ბიძინა ივანიშვილს. ხო მაგარი ბიჭი ხარ. ხო დააყენე შენი ისენი, რა ქვია, ახალი ჯელი, ისენი ქვეშაფსიები. მოდი აბა შევერკინოთ თუ მაგარი ხარ. ჩვენ ქართველი ხალხი და შენი რუსალკებით. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს. სახელმწიფო ბრალდება ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. პროკურორმა გიორგი კავსაძემ თავის შუამდგომლობაში განმარტა, რომ ცანავა უცხო ქვეყნის მოქალაქეს WhatsApp-ის მეშვეობით დაუკავშირდა და განუმარტა, რომ ერთწლიანი ბინადრობის ნებართვის საფასური $5600 იქნებოდა. პროკურორის თქმით, უცხო ქვეყნის მოქალაქემ ყაზბეგის გამზირზე მდებარე TBC ბანკიდან ცანავას ანგარიშზე $150 გადარიცხა, რაც მითითებულ თანხას გამოაკლდა. შემდეგ კი თანხის ნაწილი გადასცა. პროკურორის თქმით, საქმეში დევს ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერები. შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა. როგორც ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ განაცხადა, უცხო ქვეყნის ირანის ორი მოქალაქე, რომლებიც საქმეში ფიგურირებენ, აგენტ პროვოკატორები არიან. ტყეშელაძის თქმით, თუ კი დანაშაულის ჩადენას ჰქონდა ადგილი, ჩნდება კითხვა, ეს პირები რატომ არ მივიდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროში, პოლიციაში და რატომ მივიდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. როგორც ადვოკატმა თქვა, ლაშა ცანავას სუსმას სამიზნედ ამოიღო, რათა მისთვის საქმე შეეკერათ. ტყეშელაძის თქმითვე თანხას არავინ იღებს კამერების წინ. ლაშა ცანავას საქმეზე წინა სასამართლოს ხდომა 14 სექტემბერს გაიმართება.